გამარჯობა დღევანდელ გაკვეთილში მე თქვენ გასწავლით counter-ში background-ი როგორ დავაყენოთ. ანუ GUI. ესე იგი, თავდაპირველად გადმოვიწერეთ რაიმე GUI. ეს ხდება ჩვენი საიტის დახმარებით. აი აქ Counter-Strike განყოფილებაში არის GUI logo. და შევალთ აი ამაში. შემდეგ აქ გადმოვიწერთ სასურველ GUI-ს. აი მაგალითად ეს არის ნატიკლანის GUI. აი ესა და გადმოვიწერ აი ამას. აქ არის გადმოწერა განყოფილება, ვაჭერთ ხელს და ჩვეულებრივად გადმოვიწერთ. ესე იგი. აი ეს უკვე მოვიდა, ეხლა ამოვაარქივოთ. არის. ესე იგი, აი ესე 800-600 არის ამის ზომები. ამ GUI-ს ჭირდება მოყვება თავისი ფონტები, ეს ბევრს მოყვება ხოლმე და ეს ფონტები ჩავყაროთ კომპიუტერში ჩვეულებრივად. ჩავაგდებთ აქ. ნუ ახლა ვინც არის ეს control panel განყოფილებიდან შევალთ fonts. ან და C-დისკი, Windows და შემდეგ fonts განყოფილება. ესე იგი ფონტები უკვე ჩავარდა. ეხლა ამას მოყვება კიდევ უკვე resource. ანუ ეს resource ხდება C-Strike განყოფილებაში. შევალთ C-Strike-ის მთავარ პაპკაში. აი აქ C-Strike. და შემდეგ აქ ვიპოვით აი ამ დასახელების პაპკას resource. აი აქ არის. შემდეგ ამას მოყვა ესეთი რაღაცეები, ზოგს send მოყვება მოდელს, გააჩნია GUI. ზოგს საერთოდ კონფიგებიც მოყვება. ესე იგი ამებს დავაკოპირებთ და ჩავაგდებთ აი აქა. და მივცემთ yes to all. შემდეგ ამას მოყვა კიდე background-ები. და ამ background ჩავაგდებთ აი აქა background პაპკაში. დავაგდებთ ჩვეულებრივად. აი yes to all აკაც. და counter-ს ოდესაც ჩავრთავთ, ეს GUI ჩვეულებრივად იქნება დაყენებული. ეხლა მე მაინც გაჩვენებთ როგორ არის. აი როგორც ხედავთ აყენია. მე აქამდე მეყნა ჩვეულებრივი counter-ის background-ი. უკანა ფონი, მაგრამ ეხლა აყენიებ ნატიკლანის. ამით მე მგონი მეტი არაფერი აღარ არის გასარკვევი. ამით ეს ვიდეო კურსი დასრულდა. თუ რაიმე ვერ გაიგეთ, დაწერეთ ვიდეო გაკვეთილის კომენტარის სახით. მადლობა გიხდით ყურადღებისთვის. ნახვამდის.